ღამემშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ბევრი პრობლემა დაგროვდა, ბევრი თემები დაგროვდა, ბევრი თემა დაგროვდა უფრო სწორედ. იცით, თითქოს ძალად ხდება აი რაღაც წინ წამოწევა დასავლური და ჩრდილოეთის ორიენტაციისა. მოკლედ ძალზე ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმართან, ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან ერთად. გამარჯობათ, ქალბატონ ნინო. ქალბატონ ნინო, პოლიტიკური პროცესი არ არისო, თქვენ განაცხადეთ, ჩაკლაო ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესი, რატომ? მოგესალმებით ნინო, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის, რომ მათ წინაშე გამოვიდე. ეხლა რაც შეეხება ამ განცხადებას, ეს სამწუხარო რეალობა არის. მე ვხედავ ძალიან ათლად იმას, რომ ხელისუფლებაში რეალურად ჯერთი უმეტესობას, ვინც არის ხელისუფლებაში, არც ესმის რა არის პოლიტიკა. და ვისაც სამწუხაროდ და ვისაც ესმის, ისინი ცდილობენ, რომ პოლიტიკა, ესე ვთქვათ, ქვეყანაში აღარ იყოს და სხვა კრიტერიუმებით და სხვა კატეგორიებით იმართებოდეს ქვეყანა. დღეს ქვეყანაში რეალურად პოლიტიკური ცხოვრება არ არის, იმიტომ რომ ხელისუფლება მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერზე ლაპარაკობდა და ყველაფერზე მუშაობდა გარდა პოლიტიკური საკითხებისა და პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისა. თქვენ მე ვერ მომიტანთ ვერც ერთ რეალურ პოლიტიკურ საკითხს, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი აქ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ან გადაწყვეტის გზა დაგვანახა, ან აბიჯი წინ გადაიდგა. არის ცარიელი რიტორიკა და ცარიელი ლაპარაკი, არის გულზე მჯიღის ცემა, ვინ უფრო მეტად პროდასავლური გამოჩნდება და ვინ უფრო მეტ ქულას ჩაიწერს ამერიკის საელჩოს ან დასავლური სტრუქტურების წინაშე და ქვეყანა პრაქტიკულად კიდევ უფრო და უფრო იძირება ჭაობში. გარდა ამისა, იცით, აი ეს პოლიტიკური ეგრეთ წოდებული პროცესი, რომელიც აი არჩევნებს წინ უძღვის, არა? დაწყებული, ვთქვათ, იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან, რომელსაც საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება იღებს, გაგრძელებული იმ რეალობით, რაც ხდება თუნდაც ერთ ადამიანი, ერთკაციანი პარტიების, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში აქტიური ჩართვით, ეს არის მცდელობა, რომ საქართველოს მომავალი პარლამენტი რეალურად გადაიქცეს არა პარლამენტად, არამედ ბაზრად. მე ამის წინ დეზერტირების ბაზარი ვახსენე და ნამდვილად არ მინდა თავი ვინმე შეურაცხყოფილად იგრძნოს, იმიტომ რომ იქ ადამიანები მუშაობენ, შრომობენ, რაღაცა ორკაპიკ შეულობენ თავიანთი ოჯახისათვის და არაფერი თქვათ საძრახისი იმაში არ არის, რომ თქვათ დეზერტირების ბაზრობაზე ვაჭრობა მიდის. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ როცა პარლამენტში და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიდის პოლიტიკური ვაჭრობა, ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის. აი რა მაქვს ნინო მხედველობაში, როდესაც თქვათ იყო ესეთი ინიციატივები, ვითომ და ერთი შეხედვით კეთილშობილური ინიციატივები, რომ ან რაღაც 2%-მდე უნდა დაწეული იყოს საარჩევნო ბარიერი, ან კვალიფიციური პარტიის სტატუსი უნდა მიეცათ იმ პარტიისათვის, რომელმაც 2% ან 1% აიღო და ზოგ შემთხვევაში, რომელმაც ეს 2%-იც კი ვერ აიღო. როდესაც იყო მცდელობა, რომ გათანაბრებულიყო თუნდაც ესე ვთქვათ საარჩევნო პრივილეგიების თვალსაზრისით ის პარტიები, რომლებმაც აიღო 5 და მეტი პროცენტი და პარტიები, რომლებმაც აიღეს 0.1%. ეს არ არის კეთილშობილური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და ეს არ არის აი ეს მცდელობა, რასაც ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ აი იცით მათ პლურალიზმი უნდათ. ეს არ არის პლურალიზმი. პლურალიზმისათვის არსებობს არჩევნები და ყველა ქვეყანაში არის დაწესებული ბარიერი, რომ მოსახლეობის გარკვეული პროცენტი თუ არ უჭერს პარტიას მხარს, მაშინ ამ პარტიას პრაქტიკულად ხმის უფლებაც არ აქვს, ანუ მას გაჩვენებას კი არავინ არ თხოვს, მაგრამ რეალურად პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენა ვერ აქვს და არ უნდა კონდეს, მანამ ვიდრე ის არ მოიპოვებს იმ რაოდენობის მხარდაჭერას, რაც საჭიროა, ვთქვათ, იმისათვის, რომ მოსახლეობის სახელით ილაპარაკოს. როცა პოლიტიკაში შემოყავს პარტიები, რომლებიც ძალიან კარგად იცი, რომ ერთი ადამიანის წარმომადგენლები არიან და ამეთთვის ცდილობს შეღავათების დაწესებას, როგორც ამას ხელისუფლება აკეთებდა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის მცდელობა, რომ რაც შეიძლება ფრაგმენტული იყოს ოპოზიცია, რაც შეიძლება მრავალხმოვანი იყოს ოპოზიცია, რომელიც ვერასოდეს ერთ სიტყვას და ერთ ხმად, ესე ვთქვათ, ვერ ილაპარაკებს და შემდეგ უკვე მანიპულირება მოახდინო ამ ერთკაციანი პარტიების. და იქნებ დააკონკრეტოთ.
არა, დაკონკრეტება ხარ, ასაჭიროა. ხელისუფლება ძალიან კარგად ანუ პარტიები იქნება ხელისუფლების ინიციატივით, ზოგიერთი პარტია იქნება ხელისუფლების ინიციატივით, ზოგიერთი პარტია სარგებლობს, ესე ვთქვათ, სატელიტი პარტიის სტატუსით, ზოგიერთ პარტიას თავაზობენ სატელიტი ხელისუფლებისთვის. ზოგი ხელისუფლებისთვის, ზოგი ნაციონალური მოძრაობის. ზოგიერთ პარტიას, მათ შორის აი 0.1%-იან პარტიებს ხელისუფლება თავაზობდა, ну კიდევ კარგი ჯერჯერობით არ გავიდა ეს ინიციატივა, ვთქვათ, იგივე კვალიფიციური პარტიის სტატუს, დაფინანსებას ბიუჯეტზე. 100.000 ლარზეა ლაპარაკი, რაც პარტიისათვის ბევრი არაფერი არ არის, მაგრამ ერთი კაცი როცა არის პარტიაში, ეს უკვე სერიოზული თანხაა და ეს არის манипуლირების სერიოზული შესაძლებლობა. ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლება მან ერთმა ადამიანმა მართოს აი ამ პოლიტიკური მექანიზმებით მთელი პოლიტიკური სპექტრი და რეალური პოლიტიკა ქვეყანაში მოკვდეს. და აი ამ პარტიებმა თუ ოფიციალურად დაუშვათ რაღაცა გარკვეული ბლოკი შექმნეს იგივე ნაციონალებთან ან ხელისუფლებასთან, მაშინაც ესეთი კრიტიკული იქნება. ბლოკს და ვერ ექნება ესეთ ბლოკს ძალა, ეხა მე ვერავის ვერ დაუშლი და არც მაქვს ამის მცდელობა, რომ ვინმეს ჩემი აზრი თავს მოვახვიო, მაგრამ როდესაც იკრიბება ბლოკი იმ პარტიებისაგან, სადაც თითო კაცია წარმოდგენილი და რომელსაც რეალურად ერთი პარტიის გარდა ყველა დანარჩენს 1% მოსახლეობის არ უჭერს მხარს, ეს ბლოკი ვერ იქნება სიცოცხლის უნარიანი, ვერ იქნება ძლიერი, ვერ იქნება წარმატებული და რა არის იცით ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვთვლი რომ ჩვენმა მოსახლეობამ ეს ანალიზიც უნდა გააკეთოს ძალიან სერიოზულად. მე ძალიან კარგად ვიცი რომ ხშირად არის მოთხოვნა რომ აი გაერთიანდეს ოპოზიცია, ერთად იყოს ყველა. მე არა ვარ ამის მომხრე და არც არასოდეს არ ყოფილ ვარ. ერთადერთი შემთხვევა როცა ყველა უნდა გაერთიანებულიყო და მაშინაც კი თითქმის არ მოხდა ეს იყო, როცა სააკაშვილის ხელისუფლება იყო და როცა იყო სისხლიანი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგაც მართლა ყველა უნდა გაერთიანდეს. ოღონდ კი უსისხლოდ მოიშორო ასეთი ხელისუფლება, მაგრამ როცა უკვე შენ მოდიხარ არა ვინმეს კონკრეტულად მოსაშორებლად, ანუ მთავარი ამოცანა ის კი არ არის რომ ვინმე მოიშორო, არამედ მთავარი ამოცანა არის რომ შენ საქმე გააკეთო და ქვეყანას უშველო. აქ უკვე ასეთი ხელოვნური გაერთიანებები ნამდვილად ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ საქმეს უბრალოდ ვერ გააკეთო. და ამ დროს ქალბატონო ნინო, პრობლემად რჩება ნაციონალური მოძრაობა, ანუ შეიძლება რეჟიმი მოვიშორეთ, თუმცა სისტემის მსხვერპლი ვართ ყველა და ხელისუფლება უბრალოდ ამ შემორჩენილი სისტემის მძევალია, ალბათ დამეთანხმებით. გარდა ამისა, მოვიშორეთ ვამბობთ, მაგრამ აბა გადავხედოთ, რას ნიშნავს მოშორება? არა, ხელისუფლება არაფრის მძევალი არ არის, ნინო, ხელისუფლებამ თვითონ შექმნა იმისათვის პირობები, რომ ნაციონალური მოძრაობა გადარჩენილიყო. თქვენ ძალიან კარგად იცით და თავად იყავით აქტიურად ჩართული პროცესში, იგივე 26 მაისს, თქვენ ძალიან კარგად იცით ამეთანხმებით, რომ 26 მაისს ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლება სამარე გაუთხარეთ და პრაქტიკულად ამ სამარემდე მივიყვანეთ. ხელისუფლება იდგა მაშინდელი სამარის პირას. მას უნდოდა ხელის კვრა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებდით, ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო მაინც, მაგრამ ეს შეიძლება დაგვიჯდომოდა ძალიან ძვირ ფასად. რას გულისხმობ? ეს შეიძლება სისხლის ზღვის ფასადაც კი დაგვიჯდომოდა, იმიტომ რომ რთული იყო ძალიან ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, ესეთი ძალიან დიდი რაღაცა, ესე ვთქვათ, გორ გითხრათ, აი ესეთი ძალის შემოვარდნის გარეშე, როგორც უდაოდ იყო ბიძინა ივანიშვილი. მთლიანად ოპოზიცია არა მაშინ დოსდია. თუმცა მთლიანად ოპოზიცია მაშინ არ ებრძოდა სააკაშვილს, თქვენ ძალიან კარგად იცით, ვინც ებრძოდა იმას გულისხმობ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას, მან უდაოდ ძალიან დიდი ენერგია შემოიტანა მაშინ თავისი ავტორიტეტიდან გაკეთებული საქმეებიდან და მოდი ვთქვათ, რომ არა უკანასკნელ ადგილზე იდგა ის ძალიან დიდი ფული, რომელიც მას ზურგს უმაგრებდა და ეს ხალხს გარკვეულ იმედს აძლევდა. ხო, ალბათ შეიძლება ერთ-ერთ პირველ ადგილზეც იდგა და ნამდვილად უკვე ამ ხელისუფლებამ ჩააგდო ამ პოლიტიკურ სამარეში ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ თავისი უსუსურობით, თავისი შიშით, იმით რომ რაღაცა გარკვეული გარანტიები ჭირდებოდა ამ ხელისუფლებას დასავლეთიდან, პრაქტიკულად ხელისუფლება მოიქცა ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა უკვე საფლავში ჩაგდებული ნაციონალური მოძრაობა ამოიყვანა ამ საფლავიდან, გააცოცხლა და დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურად გაცოცხლებულ, გარკვეულწილად რეანიმირებულ ნაციონალურ მოძრაობას. მე თავიდანვე ვამბობდი, ნინო, თქვენ ეს გახსოვთ ძალიან კარგად, პრაქტიკულად არჩევნების პირველსავე დღეს, როდესაც 40% დაუწერეს ნაციონალურ მოძრაობას, მე ვამბობდი, რომ ეს უკვე საფრთხის მატარებელია მეთქი. არა მხოლოდ თქვენ ამბობდით, ამას ბევრი ამბობდა და ჩვენც ვამბობდით, ხალბატონო. და უკვე მაშინ როგორც კი კოჰაბიტაცია დაიწყო, აი კოჰაბიტაცია, არა, მე როცა ვამბობდი, მაშინ თითქმის არავინ არ ამბობდა, ვერავინ ვერ ხედავდა ამ ესე ვთქვათ საშიშროებას პირველსავე დღეს, პირველსავე საღამოს არჩევნების, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?
და კოჰაბიტაციაზე მე ვამბობდი, რომ ეს კოჰაბიტაცია ძალიან ძვირად დაუჯდება ქართულ ოცნებას და რაც მთავარია საქართველოს მეთქი. როგორც ჩანს, ყველაზე ცუდი ეჭვები გამართლდა ქართულმა ოცნებამ ეს გააკეთა შეგნებულად, ზუსტად იმიტომ, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ მოსახლეობაში ყოფილიყო ეს აზრი, რომ საფრთხე ნაციონალური მოძრაობის რჩება, ვერ მოვიშორეთ და რა ვქნათ ახლა, ან ქართულ ოცნებას უნდა მივცეთ ხმა, ან დავიქცევით და ნაციონალური მოძრაობა კვლავ მობრუნდება. მე მინდა ჩვენს მსმენელს ვუთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ მობრუნდება, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვერავითარ შემთხვევაში, თუ თქვენ სახლებში არ დარჩებით. თუ თქვენ დარჩებით სახლებში, არ მოხვალთ არჩევნებზე, არ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, თუნდაც არ გადახაზავთ ყველას, ვინც არ მოგწონთ. მე არ ვამბობ, რომ მაინდა-მაინც მე მომეცით ხმა, თუმცა ძალიან მადლობელი ვიქნები. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა შემიძლია ქვეყანას გაუკეთო და როგორ შემიძლია ფეხზე დავაყენო ქვეყანა, მაგრამ თუ ვერავინ ვერ დაგარწმუნეთ, მე ამას ვეუბნები ჩვენს ამომრჩეველს. მოდით, ყველა გადახაზეთ, ოღონდ თქვენი ბიულეტენი არ გამოაყენებინოთ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას. თუ ადამიანები მოვლენ ნინო, ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში მობრუნების კი არა, მეორე ადგილის აღების შანსიც არ აქვს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ეს არის ამას ამბობთ, იმიტომ რომ ასე უნდა თქვათ. არა, ამას ვამბობ, იმიტომ რომ მე ამაში ვარ დარწმუნებული. სრული პასუხისმგებლობით მოვალ და როცა გაიხსენეთ ნინო, როცა მე ვამბობდი და ჩვენი ესე ვთქვათ სლოგანი 26 მაისამდე იყო, რომ ძალა ხალხშია. როცა ჩვენ ვამბობდით, რომ თუ ხალხი მოვა, თუ ხალხი ქუდზე კაცი გამოვა, დიდი რაოდენობით ადამიანები მოვა, ვერც დაგვარბევენ და ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას მოვერევით თქო, ძალიან ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ეს ახდა 2012 წლის არჩევნებზე. რა მოხდა? არაფერი განსაკუთრებული. გარდა იმისა, რომ ადამიანები მოვიდნენ არჩევნებზე მასიურად, დადგნენ რიგში. როცა მე დილის 11-ის ნახევარზე სახლიდან გამოვედი, რომ წავსულიყავი საარჩევნო უბანზე, როცა მე რიგები დავინახე საარჩევნო უბნებთან, მე 11-ის ნახევარზე ვთქვი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის დამთავრებული მეთქი. ასეთი აქვს ძალა ხალხს. ქართულ ოცნებას არაფერი აქ დასამალი არ არის, ნინო. და ვინ იყო თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი? არჩევანის წინაშე ვიდექი, მე რომ ან უნდა დარჩენილიყო ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ სისხლით უნდა გაგვეშვა ის და რა ფასის სისხლი იქნებოდა. ეხლა სისხლი ყველაფასეულია, მაგრამ რაოდენობასაც აქვს ხო მნიშვნელობა, როცა ადამიანები იღუპებიან, ბუნებრივია. შეიძლება დიდი სისხლის ფასად დაგვჭირვებოდა ჩვენ ბრძოლა რომ მოგვეშორებინა, ამიტომ ერთადერთი შანსი იყო და რა თქმა უნდა მივეცი ქართულ ოცნებას ხმა. და მაჟორიტარ დეპუტატს? ცოტა კი ვიყო ყმანე გამომდინარე პოლიტიკური კუთვნილებიდან იმ ადამიანთან მიმართებაში, ვისაც ხმა მივეცი, მაგრამ ვთვლი რომ სწორად მოვიქეცი, ეს იყო დათო უსუფაშვილი, რომელსაც გაცილებით მეტი სიამოვნებით მივცემდი ხმას, რომ არ იყოს რესპუბლიკური პარტიის წევრი. მაგრამ ნუ მაშინ ეს იყო ერთიანი ესე ვთქვათ ქართული ოცნების კანდიდატი და ბუნებრივია რომ გადაწყვეტილება იყო ესეთი როგორც ქაბატონინო მე იმიტომ ვთქვი რომ ბოლომდე ვერ მოვიშორეთ ნაციონალური მოძრაობა იმიტომ რომ არც გასამართლებულა ნაციონალური მოძრაობა არავითარი პასუხისგება არც სამართლებრივი არც პოლიტიკური არ ყოფილა ამ მოძრაობის აი ამ პარტიული ორგანიზმის მიმართ არავინ არ დასჯილა თუმცა მერაბიშვილზეც არა ეს არაფერი არ არის ეს არის აბსოლუტურად ესე ვთქვათ სიმბოლური ვალის მოხდა მოსახლეობის წინაშე ჯერ ერთი უგულავა მერაბიშვილი და ახალაია სამართლიანობაზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი უსამართლობაა რომ ციხეში იჯდეს მერაბიშვილი უგულავა ახალაია და ციხეში არ იჯდეს დაუშვათ იგივე სააკაშვილი რომელიც იყო ყველაფრის ინიციატორი სადაც უნდა იქ იჯდეს მაგრამ რეალურად უნდა იჯდეს ციხეში და ამ ხელისუფლებას რომ ოდნავ სურვილი ჰქონოდა იმის რომ ნაციონალური მოძრაობა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სცენიდან მოეშორებინა, ის ამას მოახერხებდა და შეძლებდა. და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ იმას, მე რომ ყოფილიყავი ხელისუფლებაში, ნაციონალური მოძრაობა დღეს იქნებოდა აკრძალული როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა და კიდევ ბევრი ყველა არა რა თქმა უნდა, ახლა ნაციონალურ მოძრაობაში განსაკუთრებით რიგითი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღოდათ, ხო? მაგრამ პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს და დანაშაულში უშუალოდ მონაწილეობდნენ, იჯდებოდნენ ციხეში და ვერც ამოიღებდა ხმას ვერც ერთი უცხოელი, რომ მათთვის პოლიტპატიმარი ეწოდებინა, ან ასე ვთქვათ, მათ დასაცავად სიტყვა დაესველებია და იცით რატომ?
იმიტომ რომ 12 წლის ხონდისთვის კი არ ჩავსვამდი სააკაშვილს ციხეში, ბებიამისის 12 წლის ხონდისთვის. ან ვანო მერაბიშვილის მიმართ იმ ბრალდებებს კი არ წავაყენებდი და გიგი უგულავას იმ ბრალს კი არ წავუყენებდი, რომ ბიუჯეტიდან პარტიულ აქტივისტებს რატო აფინანსებდი თქო. ესეც იქნებოდა ერთ-ერთი, მაგრამ მათ დაუდებდი ძალიან სერიოზულ არგუმენტებს, სამართლებრივად გამყარებულს, პროკურატურა იმუშავებდა პროფესიულად, ძალიან სერიოზულად, დადებდა უმკაცრეს არგუმენტებს სამართლებრივად გამყარებულს მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ და ვერც გაბედავდა ვერც ერთი დასავლელი ლიდერი მათზე დაესველებინა ეხლა ძალიან ადვილია ამაზე საუბარი. როგორია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ეთყობა რაღაცა ემართება ძალიან ადვილი იყო ნინო. იცით როგორ არის? ძალიან ძნელია როცა ხელისუფლებაში ხარ, მე ძალიან კარგად ვიცი და არა ყავს შენი გუნდი, როცა არა ყავს შენი დასაყრდენი და როდესაც შენ იძულებული ხარ, რომ ძირითადი თამაშის წესები მიიღო, თქვათ იმ გუნდის, რომელსაც ხალხმა უმრავლესობით დაუჭირა მხარი. მაგრამ როდესაც შენ ხარ მოსული ისე როგორც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტური კარტ ბლანში საქართველოს მოსახლეობის, წარმოიდგინეთ, პრაქტიკულად მოსახლეობის 80-90% მას მხარს უჭერდა. აი ამ დროს ძალიან ადვილია იმის გაკეთება, რაზეც მე ვლაპარაკობ, როდესაც შენია მთავრობა, როდესაც შენია პარლამენტი, როდესაც შენ მოსახლეობა გთხოვს, რომ სამართლიანობა აღადგინო. და შენ ძალიან კარგად იცი რომ დამნაშავე ხელისუფლებას ებრძვი, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, რომ შენ ვიღაცა არ მოგწონს და ამიტომ ციხეში სვამ. შენ იცი რომ ესენი დამნაშავეები არიან და იმიტომ სვამ ციხეში, ეს იყო ძალიან ადვილი გასაკეთებელი, რომ ქართული ოცნების ლიდერებს არ ეფიქრათ, რომ ვაიმე ქონება არ დაგვიყადაღოს ვინმემ, ვაიმე დასავლეთმა რამე პრობლემა არ შეგვიქმნას, ვაიმე ხვალ რომ ესე ვთქვათ ჩვენ პრობლემა შეგვიქმნას და ხელისუფლებაში ვერ დავრჩეთ. ქართულმა ოცნებამ მარტო საკუთარ თავზე იფიქრა, ნინო და საკუთარ თავზე ფიქრი მარტო თავდება ძალიან ცუდად და ქართული ოცნებისთვის ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ეხლა თუ გონზე მოვლენ, რაც ძალიან სასწაულებში ესე ვთქვათ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ქართული ოცნებისთვის ეს არჩევნები იქნება ბოლო არჩევნები. თორემ ნახავთ აგერ. და ქართული ოცნება ამ არჩევნებს, რასაც მოგება ქვია, ვერ მოიგებს. პირველ ადგილზე გავა, ალბათ. გათვალისწინებით იმის რომ ხელისუფლება, გათვალისწინებით იმის რომ უზარმაზარ ფულს დახარჯავს ადმინისტრაცია, მაგრამ ეხლა გააჩნია პირველ ადგილს. შეიძლება პირველ ადგილზე გახვიდე და სხვა პარტიებმა ისეთი კოალიცია შექმნან, რომ შენ უმცირესობაში აღმოჩნდე და თუ ამას ქართული ოცნება და მისი ლიდერები ვერ ხედავენ, ისინი ყოფილან უკაცრავად და ბრმები. ქაბატონინო, სწორედ 2003 წელს ესეთი პარლამენტი ჰქონდა, როდესაც აი ამ რევოლუციამ ძალზედ უკან დაგვწია და აი ახლა ამ გადასახედიდან 2003 წელს. არ გეთანხმებით, ნინო, რევოლუციას უკან არ დაუწევი ხართ და არ დაუწევია ქვეყანა. ქვეყანა იყო უმძიმესი კრიზისის დროს. მოდი ვთქვათ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, მე უბრალოდ ეს ჩემი სურვილია, რომ ჩვენ შავი და თეთრი აუცილებლად გავარჩიოთ და არა მარტო შავ-თეთრ ფერებში ვილაპარაკოთ. შავსა და თეთრ შორის არსებობს კიდევ ძალიან ბევრი გარდამავალი ფერები და სანამ ჩვენ ამის ყველაფრის გარჩევას არ ვისწავლით და სანამ ვილაპარაკებთ, რომ ან ცუდია და დაქცევაა და ან გადასარევი და აყვავება, მანამდე ჩვენ სწორ ანალიზს ვერ გავაკეთებთ. სამწუხაროა რომ ჩვენ რევოლუცია დაგვჭირდა 2003 წელს, იმიტომ რომ რევოლუციას ყოველთვის მოყვება ის ძალიან ნეგატიური შედეგები და ბევრი უსამართლობა, რომელიც მოყვა 2003 წლის რევოლუციას. დედამიწაზე არ ყოფილა არც ერთი რევოლუცია, ყველაზე პროგრესულიც კი ხო, საფრანგეთის რევოლუცია, რომელმაც მთელი ესე ვთქვათ, ევროპა და საფრანგეთი ფეხზე დააყენა და დღევანდელი ლიბერალური და კარგი გაგებით ლიბერალური, რასაც სამართლიანობა ქვია, ხო, არაფსევდო ლიბერალური, რასაც თავისუფლების იდეალები ქვია, საფრანგეთის რევოლუცია მოიტანა, მაგრამ სამწუხაროდ ამ რევოლუციას მოყვა პარიზის ქუჩებში სისხლის მდინარეები. 2003 წლის რევოლუცია მოიტანა წინა ხელისუფლების, 2003 წლის წინა ხელისუფლების აბსოლუტურმა უნარობამ, როდესაც მოსახლეობა 6 და 8 თვის განმავლობაში პენსიას ვერ იღებდა, ხელფას ვერ იღებდა, ჩაბნელებული იყო 21 საუკუნეში თბილისი, ხო? მოდით შეგაწყვეტინებთ, გეთანხმებით ამაში აბსოლუტურად, მაგრამ არის ერთი მაგრამ. სწორედ აი ეს მოცულობის პარლამენტი, რაც 2003 წელს იყო, ის ვეღარ მისცემდა მოქალაქეთა კავშირს და შევარდნაძეს იმის საშუალებას, რომ ისევ ესე ემართა ქვეყანა. ანუ სწორედ ისეთი პარლამენტი იქნებოდა, როგორც ეხლა თქვენ ბრძანეთ, რომ შეიძლება ოცნება მოვიდეს პირველ ადგილზე,
მაგრამ ის ვერ იქნება, ის აღმოჩნდება უმცირესობაში და ასეთი მოცემულობა გქონდა მაშინ. და ამიტომ უნდა დაენიშნა შევარდნაძეს განმეორებითი არჩევნები, არც რევოლუცია იქნებოდა, არც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, მოვიდოდა ახალი პარლამენტი, რომელიც რეალურად ცვლილებებს განახორციელებდა და ქვეყანა ძალიან ბევრი პრობლემისგან იქნებოდა თავისუფალი. რაც რევოლუციამ და რაც ამ რეჟიმმა ავნო მთლიანად სახელმწიფოს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს და მეც მათ შორის როგორც საქართველოს მოქალაქეს და რომ არ მომხდარიყო რევოლუცია, რომელს მე არ ვიცი ნინო, ვერ გეტყვი, ძალიან ბევრი რამ ავნო სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მარტო 2008 წელი აქ აბსოლუტურად პრინციპულად გადამწყვეტია სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარდატეხა, რომელიც სამწუხაროდ, ესე ვთქვათ, საზოგადოების მენტალიტეტში მოხდა, ახალგაზრდობის ნაწილს აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, ტვინი სხვანაირად მიუმართეს და ეს არის დღეს ყველაზე სერიოზული საფრთხე, სხვათა შორის ზუსტად ის, რომ ახალგაზრდები უყურებენ ან შავი, ან თეთრი და სხვა გარჩევა არ უნდათ, მაგრამ მეორეს მხრივ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით. მე ხა ყველა იმ შეცდომას და ყველა იმ დანაშაულს, რა თქმა უნდა, 1000 გზის ვაანალიზებ, რაც იქნა დაშვებული 2003 წლის შემდეგ, მაგრამ რო არ ყოფილიყო 2003 წელი, ქვეყანა ვეღარ გააგრძელებდა ისე ცხოვრებას, როგორც ცხოვრობდა. შეუძლებელია იყო, იმიტომ რომ ქვეყანა იყო აბსოლუტურად უკვე არ იმართებოდა. ქვეყანა იყო აბსოლუტურად კორუფციულ ჭაობში ჩაფლული და იყო სრული კოლაფსი, ანუ საერთოდ ჩამოიშლებოდა ყველაფერი. ეს ჩამოშლა არ მოხდა 2003 წლის შემდეგ და რაღაცა მიმართულებებით უდაოდ გაკეთდა, ესე ვთქვათ, რაღაც პოზიტივები, მაგრამ რის ფასად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა. თუმცა მე ხომ მაქვს უფლება არ დაგეთანხმოთ, მე მაინც ვიტყობ ვარ ჩემს აზრზე და მიმაჩნია, რომ ისეთი კატაკლიზმები გამოვიარეთ, ისეთი საშინელებები გამოვიარეთ, რომ ისე ვჯობდა იქიდან შეგეძლოთ ალბათ სულ ყველას ერთად გამოგეყვანათ ქვეყანა. არა, გამოგვეყვანა კი არა, ნინო 2003 წლის რევოლუცია იყო შანსი ფანტასტიკური ქვეყნისთვის, რომ ქვეყანა დამდგარიყო სწორ გზაზე, არა ულტრა რევოლუციური მეთოდებით, რომელიც იქნა გამოყენებული, არამედ მართლა დემოკრატიული მეთოდებით. ეს იყო ფანტასტიკური შანსი, იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა. შანსებს საქართველოში ვერ იყენებენ და ეს თუდი პრაქტიკა. ამიტომ ვიცოდოთ უბედურება და ამ გაკვეთილებით ჩვენ უნდა ვისწავლოთ ნამდვილად ერთხელ და სამუდამოდ. მაგრამ ეს იცი ნინო ერთ რამეს ვიტყვი, მაპატიერა რომ შეგაწყვეტინე, სანამ მოსახლეობა იქნება მესიის მოლოდინში. დააკვირდით როგორ იყო? მესიის მოლოდინი იყო 91 წელს, 95 წელს, 2003 წელს უკვე სააკაშვილში ხედავდნენ მესიას. მერე ალასანიაში დაინახეს, რატომღაც მესია ერთი ნიშანი მითხრან, რატომ, მაგრამ დაინახეს. მერე ბიძინაში დაინახეს მესია. ეხლა თუ კიდე ჩვენ 2016 წელს მესიის მოლოდინი გვექნა და გვექნა მოლოდინი, რომ ვიღაცა ერთი გამოჩნდება ის გვიშველის გადაგვარჩენს, ისე რომ ჩვენ საარჩევნო ყუთანაც არ უნდა მივიდეთ და ვიღაცა არ უნდა შემოვხაზოთ, ისევ იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებით და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. აბსოლუტურად გეთანხმებით, იცით რა არის, აი 50-50-ზე, რა თქმა უნდა, ის მდგომარეობა, იმ მდგომარეობაში, რაშიც ვართ, ეს არის უშუალო თითოეული ჩვენგანის დამსახურება, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ხელისუფლებებს ორმაგი პასუხისმგებლობისგან, რომლებიც სარგებლობენ აი ამ ვითარებით და კიდევ ერთი რამ არის, ქალბატონ ნინო, ალბათ დამეთანხმებით, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, როდესაც დააჩაჩანაკებ შენს ერს, მერე უკვე ძალიან რთულია იმას რაიმე მოსთხოვო. მაშინ ადვილია ხალხზე გადატეხო ჯოხი. დაჩაჩანაკებულია დღეს ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს თუ არ გვატყუებენ და არა და ჩვენს ირგვლივ, ჩვენს გვერდით ნამდვილად დიდი გაჭირვებაა, ხო? არა, ნინო, ეკონომიური მდგომარეობა ქვეყანაში არის აბსოლუტურად კატასტროფული და მე სიმართლე გითხრათ, ახლა მიუხედავად იმისა, რომ ბევრს დავდივარ, ბევრს ხვდები, ძალიან მიჭირს ხოლმე. აი უბრალოდ აი გუშინ ვუყურებდი გადაცემას, როდესაც ქალბატონები ამბობენ, რომ აღარ მახსოვს ხორცი, როდის გავაკეთე. თვეები ვერ ვყიდულობ ხორცო. აი ეს იყო რაღაცა, ხო იცი ეს ადამიანმა, ხო, მაგრამ კიდევ რომ ამას უსმენ, კიდევ რომ ხედავ კონკრეტულად ადამიანის თვალებს, რომელიც ამას ამბობს, ძალიან მძიმეა, ალბათ ყველასთვის, ეხა არავის არ გაუკვირდება, რომ ამბობ, რომ ძალიან მძიმეა, ხო? შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის UNICEF-ის გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ იღებს იმ პროდუქტებს, იმ ვიტამინებით სავსე პროდუქტებს, რომელიც
მინიმუმია და საჭიროა იმისათვის, რომ ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად ნორმალურად განვითარდეს და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, იცი? მე გუშინ წინ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, რომ უბრალოდ აი აღმაშფოთებელია უკვე ჩვენი პოლიტიკოსების ყველასი ქცევა და მოსმენა, როდესაც ჩვენ კვლავ ლაპარაკობთ ნატო, ევროკავშირი, ვიზები, მაპზე უკეთესი, უფრო მეტი მაპი საქართველოში თუ მაპზე უკეთესი, არ ვიცი როგორც არის და ამ დროს შენ ამას შენ გიყურებს და უსმენს ის ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ის თავის შვილს ვერ აძლევს ვიტამინების იმ მინიმალურ რაოდენობას, რომ ნორმალური და საღი დაბადებული ბავშვი ღმერთის წყალობით განვითარდეს ისე, რომ ან კონკურენცია გაუწიოს თავის ტოლებს და კონკურენცია გაუწიოს სხვებს. ეს არის აღმაშფოთებელი, ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს ეტყვის სიმართლეს, არ დაპირდება ოქროს, ესე ვთქვათ, ზოდებს და ოქროს წვიმებს, რომელიც ეტყვის, რომ მე წელს შემიძლია გავაკეთო ეს. ერთ წელიწადში შემიძლია გავაკეთო ეს და ყველაფერზე ხელი აიღოს და პირველ რიგში მიხედოს იმას, რომ მომავალმა თაობამ და ბავშვებმა მინიმალური ვიტამინები მაინც მიიღოს, რომ არ გავანადგუროთ და არ გადავაგვაროთ ერი, მაგრამ რაც თქვენ თქვით, ყველა ხელისუფლება ნინო გარკვეულწილად მუშაობდა იმაზე, რომ არ შექმნილიყო საშუალო ფენა, რაც ადვილად სამართავი ყოფილიყო ადამიანები. ყველა ხელისუფლება როგორც ჩანს გარკვეულწილად ცდილობდა, რომ მოსახლეობა ადვილად манипуლირებადი ყოფილიყო. ერთ მაგალითს გეტყვით თუნდაც, როცა პოლიტიკოსები და სხვათა შორის აქ ექსპერტებიც ხშირად ცოდავენ. გამოდიან და ადამიანებს ნიჰილიზმს უნერგავენ, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, ყველა პარტია ერთნაირია, ყველა ლიდერი ერთნაირია. შეიძლება რაღაცა ლოგიკა ამაში რაღაცა დოზით არსებობს, მაგრამ არ არის ყველა პარტია და ყველა ლიდერი ერთნაირი და რაც ყავს იქედან შედარებით უკეთესი უნდა აერჩიო. როცა ნიჰილიზმს უნერგავ ადამიანებს და ეუბნები, რომ არა აქვს მნიშვნელობა შენ 50 ლარს აიღებ და სახში დარჩები თუ მიხვალ და შემოხაზავ რომელიმე პარტიასო, აი აქ ზუსტად ყველაზე მეტად ცოდავს ხელისუფლება და მე მოსახლეობას მინდა ვუთხრა. მე მესმის მათი გაჭირვება. მესმის, რომ ხანდახან ის 50 ლარი შეიძლება იმდენს ნიშნავდეს იმ ოჯახისთვის, რომ მე და თქვენ ეს ვერც კი წარმოვიდგინოთ, ნინო. მესმის ის, რომ მარტო 50 ლარი არ არის. იქ ადამიანის შინაგანი იმედგაცრუებაც არის და ამბობს, რომ ნუ მაინც არაფერი შეიცვლება და ამ 50 ლარს მაინც ავიღებ და სახში დავრჩები. მაგრამ მაინც უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ ქართველების ნათქვამია ოდითგანვე ცდა ბედის მონახევრიაო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და შენ ყოველთვის უნდა შეეცადო. როგორც არასოდეს მშობელი არ იტყვის უარს, რომ ბოლო კაპიკი დახარჯოს, ბოლო ესე ვთქვათ ენერგია დახარჯოს თავისი. თუ მისი შვილი ავადარი რომ ეგებ რამე ეშველოსო, აი ესე უნდა მოიქცეს ჩვენი ამომრჩეველი და ბოლო ნაბიჯებიც კი გადადგას, ეგებ ქვეყანას რამე ეშველოს. ქალბატონო, მე და თქვენოს თქვით, იცით რა შესაქმე, ჩვენ ობიექტივი ჟურნალისტები, ჩვენ ვართ ხალხი, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ გავთამამებულები, მაღალი ხელფასებით. ჩვენ ის რაზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ, ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა. ჩვენ ამ ადამიანებთან ერთად ცხოვრობთ. ამ გაჭირვებით მოვდივართ. ეს თავის ტკივილი ჩვენიც არის. ეს არ არის რაღაც განყენებული, გაჭირვებული ადამიანის ტკივილი, იმიტომ რომ ჩემი მეზობლები იცით რა, ეს სრიდა რუსულის, ეს არის გარემო, სამწუხაროდ. ეს ჩემი გარემოა. მე არ ვიცი სხვები როგორ ცხოვრობენ, შეიძლება ეს ძალად პროდვინუტები უფრო კარგად ცხოვრობენ, იქ არ უჭირთ, იქ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ჩემს გარემოში არ არის კარგად. ჩემს გარემოში ტრაგედიებია, საშინელებები ხდება. ამიტომ მე ძალიან მინდა, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, მაგრამ ქალბატონ ნინო, ხალხის ხანდახან მეწოდება ჩემი თავიც და მაგრამ ხანდახან ბრაზდები ჩემ თავზეც და ქართულ ხალხზეც, იმიტომ რომ იგივე მიხეილ სააკაშვილი, აი თქვენს თქვით, სულ ლიდერის და სულ მესიის, ეს არის საშინელება, ეს არის ჩვენი ტრაგედია. მაგრამ თქვენ ხომ იცნობდით მიხეილ სააკაშვილს? აი მე ხო ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს და 15 წუთი საკმარისია კონდეს ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილთან და ნუ არაფრით არ დაუშვებ, რომ ის შეიძლება იყოს საქართველოში პირველი პირი. ეს როგორ დაგემართათ ნინო ბურჯანაძეს? მე არაფერი არ დამემართა, ეს დაემართა ხალხს, ნინო. მე არც არანაირი სურვილი არ მქონდა რომ სააკაშვილი პრეზიდენტი ყოფილიყო, მე რომ ამის სურვილი მქონოდა, მაშინ ბურჯანაძე დემოკრატები კი არ იქნებოდნენ 2003 წელს არჩევნების ცალკე სუბიექტი ვიქნებოდით ერთად. სააკაშვილი მე მუდარებოდა, ეხლა ამას არც უარყოფს, იმიტომ რომ ნათქვამი, ნუ შეიძლება უარყოს, მაგრამ ნათქვამი აქვს ეს ღიად და ოფიციალურად არაერთგზის, რომ ნაციონალური მოძრაობის პირველი ნომერი ყოფილიყავი ვარდების რევოლუციამდე.
მე მას კატეგორიული ვარი უთხარი, ზუსტად იმ შეუთავსებლობის გამო, რასაც თქვენ ახლა ამბობთ და შევქმენით, ესე ვთქვათ, ბურჯანაძე დემოკრატების გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობით სააკაშვილი ბევრად უსწრებდა ჟვანიას, მე გადავწყვიტე, რომ ჟვანიასთან ეს იყო დიაგნოზი საქართველოს დიაგნოზი. მე გადავწყვიტე, რომ ჟვანიასთან ერთად შემექმნა ბლოკი და არა სააკაშვილთან ერთად და მე ჩანაწერებიც არსებობს შეხვედრების, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ აი ქალბატონინო, თქვენ რომ არ გაერთიანებულიყავით ჟვანიასთან და მის გუნდთან, ბევრად მეტი ადამიანი მოგცემდათ ხმას. ძალიან ბევრი მეუბნებოდა, რატომ არ გაუერთიანდით სააკაშვილს, მაგრამ ეს არ გაერთიანება იყო აბსოლუტურად შეგნებული ჩემის მხრიდან. მაგრამ რევოლუციამ სრულიად შეცვალა არსებული რეალობა, ნინო, მე ძალიან კარგად მახსოვს და ამის კადრებიც არსებობს. როდესაც მე ჩამოვდიოდი პარლამენტი, მე 3 კვირის განმავლობაში სახლში არ წავსულვარ, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, უბრალოდ რომ დაიწყო ეს პროცესები, სახლში ჩავალაგე ჩანთა და ჩამოვიტანე გამოსაცვლელი ტანსაცმელი და იქ 3 კვირა ვიყავი პარლამენტში, რომ დღე და ღამის განმავლობაში ნებისმიერ დროს ხალხთან ყოფილიყავი ახლოს და რამე ექსცესი არ მომხდარიყო, როცა ჩამოვდიოდი მე პარლამენტის წინ პირველი თხოვნა, რასაც მიყენებდა ქალი, კაცი, ახალგაზრდა, ხანში შესული ქალბატონინო, დაუდექით სააკაშვილს გვერდით თქვენ და ჟვანია, არ უღალატოთ, ახალგაზრდა, ის შეძლებს, თქვენ მის გვერდით იყავით. ასე რომ ეს სამწუხაროდ იყო ხალხის არჩევანი და მე არანაირი უფლება არ მქონდა სიმართლე გითხრათ, რომ ასეთი, ესე ვთქვათ, მოლოდინი ადამიანების წყალში გადამეგდო. მით უფრო ნინო, რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ოდნავ რომ ნორმალური გარემოცვა ყოლოდა სააკაშვილს და ზურაბ ჟვანიას ხა გარდაცვლილზე ცუდია ეს ელაპარაკი, ხო, ვთქვათ რაღაც თუნდაც რბილი კრიტიკაც კი, მაგრამ ზურაბ ჟვანია რო სხვაგვარად მოქცეულიყო და დემოკრატიული პარტია არ გაეუქმებია და სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობისთვის არ შეერთებინა და ყოფილიყო ის, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული, რომ მე და ჟვანია და ჩვენი გუნდები უნდა ყოფილიყავით დამბალანსებელი და მაკონტროლებელი სააკაშვილის, გარწმუნებთ, რომ ბევრი რამ ძალიან სხვაგვარად წავიდოთ. ნუ ეს უკვე ამას უკვე ვეღარაფერ თუ შველით. ქალბატონინო და 2008 თქვენ თუმცა ჩვენ არაერთხელ ქონია ამაზე საუბარი შეხვედრები გადაცემაც ისე შეხვედრაც 2008 წელი თქვენ აღნიშნეთ და ეს ბუნებრივია არის ჩვენთვის ყველასთვის ძალზე მტკივნეული მაგრამ როდესაც არჩევნების წინ თქვენ ისე ვიმეორებთ რომ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ომი მე ამ შემთხვევაში მხარი არ ვარ მაგრამ მე ხომ მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი მეც ესე მიმაჩნია რომ ეს ომი ეს საშინელება აი ესეთი ამდენი სისხლი ამდენი ტერიტორიის დაკარგვა რა თქმა უნდა ეს არის სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის კისერზე მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ ამ თემის თუდად აგორება შეუძლიათ მართლაც შეუძლიათ იმიტომ რომ ხომ იცით ისინი ამისი დიდი ხელოვანები არიან არ მეშინია ნინო ეხლა იცით როგორ არის აცრა ძალიან სერიოზული რამეა, იცით და ანუ უკვე აცრილი ხარ. ეთყობა ის პროცესებიც, როდესაც ხანდახან მშობლები უარს ამბობენ, რომ შვილებს აცრები ჩაუტარონ, მე ხა ამ შემთხვევაში როგორც დედა ან როგორც მომავალი ბებია ესე ვლაპარაკობ, შეცდომაა, იმიტომ რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი იმ დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც მას ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეს. მე ნაციონალურმა მოძრაობამ და სააკაშვილმა იმდენი შეურაცხყოფა მომაყენა, იმდენჯერ დამწამა ცილი, მეც ჩემს ოჯახსაც, ჩემს ახლობლებსაც, ჩემს თანაპარტიელებსაც და ისეთები თქვეს და დაგვაბრალეს, ხო, რომ ეხა მე ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი რომ ვინმე სამშობლოს ღალატს დამაბრალებდა, ხო? ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ამას. მაგრამ ნუ მოხდა ესე, დაგვაბრალეს და მე ეხა ნამდვილად არ მეშინია არაფრის ნინო. იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ ჩემი სინდისის, ჩემი სამშობლოს, ჩემი ხალხის, ჩემი ოჯახის წინაშე ვარ აბსოლუტურად პირნათელი, არ არსებობს არც ერთი წერტილი, რომლისაც მე ესე ვთქვათ მცხვენია ან მეშინია და ვინ რას იტყვის ძალიან ნაკლებად მაინტერესებს. იყო პერიოდი, როდესაც ამას განვიცდიდი. გულწრფელად ვიტყვი და ნუ მძიმე იყო ახლა, რა თქმა უნდა, როცა აი, მაგალითად როგორ განიცდიდით 7 ნოემბერს? ახლა ეს არის ძალიან ძველი თემები და ჩვენ არაერთხელ ხო, არაერთხელ გვითქვამს კი, მაგრამ იყო თქვენი განცდის სუბიექტი 7 ნოემბერი. რა თქმა უნდა, მე საერთოდ 7 ნოემბერი იყო ჩემს ცხოვრებაში იმ პერიოდისთვის ყველაზე მძიმე დღე. და მე მეგონა და იმედი მქონდა რომ ასეთი მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში აღარ განმეორდებოდა, მაგრამ მე გეტყვით რომ აღმოჩნდა რომ კიდევ 2 დღე მელოდა ისეთივე დაახლოებით ერთი, ნუ ალბათ მაინც აგვისტოს ომი ყველაზე მძიმეა. ამას ვიტყვი და არ მიწყენს არც 7 ნოემბრის მონაწილე და არც 26 მაისის. აგვისტოს ომი კიდე სხვა ფენომენი იყო. ეს იყო უმძიმესი და ასევე ძალიან მძიმე იყო 26 მაისი. მე ძალიან მინდა რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი პირადი, ხო, მარტო
ეს მაშინ ყველას გვეხება, მაგრამ ეს მძიმეა ძალიან, მაგრამ ეხლა როცა პოლიტიკაში ხარ, უნდა შეძლო რომ რაღაცეებს გაუძლო, შენი ემოცია გადაწიო გვერდზე და შენ თავი ხელში აიყვანო, თუმცა ეს რთულია. და როგორ გონიათ ქალბატონო ნინო, აი ხო მე რჩება შტაბ-აშტილება რომ ეს ხელოვნურად ხდება, მაგრამ ასეა თუ ისეა, მაინც არის აი წინა პლანზე, მიუხედავად იმისა რომ ცოცხალი პოლიტიკა მკვდარიაო თქვენ ბრძანეთ, აი პოლიტიკის სარბიელზე არის უსაუბარი დასავლეთი თუ ჩრდილოეთი, რუსეთი. აი ამიტომა პოლიტიკა მკვდარი. ნინო, თქვენ ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ნომერ პირველი თემა წლების კი არა, 10 წლეულების განმავლობაში შეიძლება იყოს ეს. სხვა კითხვას გისვამთ. მე ცოტა სხვა რამ მაინტერესებს. მეც მიმაჩნია რომ ეს რაღაც ცოტა ხელოვნურად ხდება, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ქალბატონო ნინო, მოსახლეობა, აი რაოდენობა, თქვენი აზრი მაინტერესებს. მაგალითად, ძალიან უხერხულია, მაგრამ უნდა ვთქვა, ახლა სხვანაირად ამ ადამიანებს ვერ უწოდებ. აი ძალად პროდვინუტები რო არიან, აი რაღაც, ვითომ ძალიან ლიბერალები და აი გაუგება რო ფიქრობ. ცოტა სასაცილოდ კი გამოიყურებიან. ხო, არა, უკვე იცით რა არის, უკვე ანეკდოტური ახლა ნატო უფრო გიყვარს თუ დედაო და დედაცო გეტყვიან. ახლა იმ დონემდე ვართ უკვე მისული. მაგრამ მე არ მინდა რომ გეტყვიან ჯერ ნატო, მერე დედა, ევროკავშირი და მერე დედაო. ოღონდ მე არ მინდა იქამდე მივიდეთ რომ ანალოგიური იყოს, ახლა პუტინი უფრო გიყვარს თუ დედაო და მოსკოვი თუ დედაო. ორივე გამაღიზიანებელია ჩემთვის. ან ნატო რატო უნდა გიყვარდეს, ან პუტინი რატო უნდა გიყვარდეს, ან შენი პრეზიდენტი რატო უნდა გიყვარდეს. სიყვარული სხვა რამეა. სიყვარული არის ადამიანურ ურთიერთობებში. შეიძლება გიყვარდეს მსახიობი და უნდა გიყვარდეს, ხო, კარგი მსახიობი, უნდა გიყვარდეს კარგი მწერალი. პრეზიდენტი, მით უმეტეს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, ან თუნდაც შენი ქვეყნის პრეზიდენტი, რატო უნდა გიყვარდეს? პრეზიდენტი შენი ქვეყნის ან უნდა მოგწონდეს და ეთანხმებოდე იმ კურსს, რომელსაც ის ატარებს, ან არ უნდა მოგწონდეს. აი, სანამ საქართველოში პრეზიდენტებს აირჩევენ, ან მთავრობებს, ან პარლამენტებს აირჩევენ მომწონს, არ მომწონს და მიყვარს, არ მიყვარს კრიტერიუმით, მანამ არ გვეშველება არაფერი. მე რამდენჯერმე მოსახლეობის აზრი მომწონს, არ მომწონს ამ კრიტერიუმით უნდა აირჩიოს საცოლე, საქმარ, სარძლო ბატონო. ძალიან აქტუალური თემა არის ჩემთვის. კი, ნამდვილად, მაგრამ ეხა მომწონს არ მომწონს და მიყვარს არ მიყვარს რომელიღაცა ქვეყნის პრეზიდენტი, ეს უკვე ჩვენს ძალიან დაბალ დონეზე მეტყველებს. ქალბატონო, როგორ ფიქრობთ მოსახლეობისთვის, რომელი უფრო ახლოა? ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელი ორიენტაცია, რომელი ვექტორი უფრო ახლოა დღეს? ხელოვნურად არის ეს თემა აბსოლუტურად შემოტანილი. მოსახლეობისთვის მთავარი არის ის, რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, ქვეყანა იყოს სუვერენული, ქვეყანა იყოს ერთიანი და ადამიანებს არ შიოდეთ და სამუშაო ადგილები ჰქონდეთ. აი ეს არის მთავარი და პრინციპში, აი ამ ფასეულობებს, ხო, რასაც ქვია, ქვეყნის ერთიანობა, ქვეყნის დამოუკიდებლობა, იგივე დამოუკიდებელი სასამართლო, იგივე ესე ვთქვათ სამუშაო ადგილები, ის რომ აცივარი ცარიელი არ კონდეს ადამიანს, ადამიანისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, შენ ამას მიაღწევ ევროკავშირში გაწევრიანებით, შენ ამას მიაღწევ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით, თუ შენ ამას მიაღწევ ნეიტრალური სტატუსით. მთავარია რომ იცი რა არის მთავარი პრობლემა, როცა მე ვამბობ რომ ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არის რა როცა პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავარი მიზანია ნატოში გაწევრიანება, ეს არის უკვე სამარცხვინო პროვინციალიზმი. როგორ შეიძლება? როგორ ახლა თქვენ ჩემი სტუდენტი იყავით თქვენც, ხო? და ძალიან კარგად გახსოვთ, ახლა ერთ-ერთმა თქვენმა ყოფილმა თანაკურსელმა თქვა, რომ ესე იგი არასწორად გვასწავლიდა ბურჯანაძე. არა ბატონო, მე მაშინაც ამას გეუბნებოდით, რომ ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება, ეს არის საშუალება იმისა, რომ ქვეყანა დააყენო ფეხზე და შენი ამორჩეველი მშიერი არ ყავდეს. ეს არ შეიძლება იყოს მიზანი. და როგორ შეიძლება დღეს ქვეყნის მიზანი, სადაც წეხან ვლაპარაკობდით, რომ ნახევარი ბავშვები შიმშილობენ, ნახევარი მოხუცები ელემენტარულად წნევის წამალს ვერ ყიდულობენ და ეს არის აი შეურაცხმყოფელი ჩემთვის. ამის წინ წამალი დავაბარეთ ოჯახისთვის და მოიტანეს წამალი და აღმოჩნდა კოლოფი გახსნილი. და რომ ვიკითხე რომ კოლოფი რატომ არის გახსნილი და რატო აკლია მეთქი და მითხრეს, ეხლა ამის წინ არა, კარგა ხნის წინ იყო ეს პირველად როცა მითხრეს რომ ფირფიტებად და ზოგ შემთხვევაში ესე ვთქვათ ცალობით ყიდულობენ წამლებსო. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? რომელ ნატოში გაწევრიანებაზე ვლაპარაკობთ? თან როგორ არის ნახე პოლიტიკური სპექტრი ნინო დალაგებული? დიდი ბრიტანეთი ეხლა არის აი დუხს იქაურობა. მე ძალიან ინტენსიურად უყურებ, ყველა ჩემი დილა იწყება იმით, რომ მე ვკითხულობ პირველ ნახევარ საათში გაღვიძებიდან. ვკითხულობ BBC-ს, ვუყურებ CNN-ის ამონარიდებს, რა თქმა უნდა,
ვესწის აუცილებლად და ბოლოს საქართველოს ახალ ამბებს, იმიტომ რომ 10 საათზე და 10-ის ნახევარზე და 9-ის ნახევარზე აზრი არ აქვს საქართველოს ახალი ამბების ნახვას, არაფერი არ ხდება, ხო? დუხს დიდ ბრიტანეთში ყველაფერი დარჩეს ევროკავშირში თუ არ დარჩეს. 52% ამბობს ეხლა ამ მკვლელობის საზარელი მკვლელობის შემდეგ და მინდა ასე ვთქვათ დავგმო და თანაგრძნობა გამოუცხადო ხალხსაც ბრიტანეთის და ამ ახალგაზრდა ქალბატონის ოჯახსაც ბუნებრივია. ამ მკვლელობის შემდეგ ოდნავ შეიცვალა დინამიკა. მანამ ევროსკეპტიკოსები იგებდნენ და რეალური იყო შანსი, ჯერ დღეს არავინ არ იცის ზეგრა იქნება. რეალური იყო შანსი, რომ დიდი ბრიტანეთი გასულიყო ევროკავშირში და შენ სად მიდიხარ? ყველაზე წარმატებული, ყველაზე სტაბილური, ყველაზე სერიოზული დემოკრატია თუ გადის ევროკავშირიდან. შენ კითხვა არ უნდა დასვა, შენი ადგილი დღეს იქ არის თუ არ არის? სამწუხაროდ აი მობილური ჩართვა იყო და თუ არის ხაზზე გთხოვთ შეგვაერთეთ, იმიტომ რომ დიდი ხანია გველოდებოდა მსმენელი და კი სამწუხაროდ იქნებ დაგვაკავშიროთ და გავაკონტრებთ ახლა ჩვენ მაყურებელს ამდენი ხანი. კი ბატონო, აი ამდენი ხანი ვალოდინეთ. ქალბატონო, იცით რა შესაქმე? მე კამერონისაც გამკვირვებია, ახლა ცოტა უხერხული ამას რო ამბობ, მაგრამ მას როცა სჭირდება, ის იმუქრება თვითონ კამერონის მდგომარე დიახ და როცა არა, მაშინ ის არის ძალიან დამცველი ევროკავშირში ყოფნისა, ხო? ნუ იცით რა, ყველა პოლიტიკოსი გამოდის თავისი ქვეყნის ინტერესზე. აი ამას ვერ მივახცეთ საქართველოში და ეს არის ცუდი, ძალიან ცუდი. კამერონმა ნინო ეხა არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ შვენივრად ივაჭრა თავისი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ევროკავშირთან, როდესაც თქვა, რომ არა ბრიტანეთს ექნება თავისი დამოუკიდებელი საემიგრაციო პოლიტიკა. არა ბრიტანეთს ექნება განსხვავებული პოლიტიკა. მან იცის რამდენად მნიშვნელოვანია ბრიტანეთი. აი გისმენთ ხაზზე ხართ? რაღაც უკაცრავად. ქალბატონო, დალზე ცოტა დრო გრჩება. იცით რა მინდა გითხოთ, მაგალითად ხაჩიშვილმა განაცხადა ეხლა რომ 400 ლარი იქნებაო პენსია. რუსულ პენსიას გვთავაზობს. როგორ ფიქრობთ, აი ეს რუსული ძალების იგივე ხაჩიშვილი და ბედუკაძე, იგივე ლევან მამალაძე, თუმცა მე არ ვიცი ის რას წარმოადგენს, მხარს უჭერს მეჭიაურს. თქვენთან ჯონდი ბაღათურია, რომელიც ძალიან ინტენსიურ კავშირშია, მოსკოვში დადის. აი ეს მოსკოვური ვოიაჟები და ეს რუსული რაღაცა ფული, რუსული პოლიტიკა, ეს იქნება ხელი შემშლელი თქვენთვის თუ პირიქით ამის დაბალანსებას აპირებთ? არა, ჯერ ერთი ახლა ბატონ ჯონდის თავისი პოლიტიკური ძალა ყავს და მას თავისი აქტიურობა, ასე ვთქვათ, ჩვენ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა ვართ, თუმცა ძალიან ბევრ საკითხებში ჩვენი და ჯონდის პოზიცია არა, კოორდინირებულს ახლა არ ვიტყოდი, მაგრამ ბევრ ამაში ემთხვევა ჩვენი პოზიციები და მე სულაც არ ვთვლი ახლა, რომ ჯონდი ბაღათურიას მოსკოვში ჩასვლა რამენაირად დაუშვათ მე ხელს მიშლის, იმიტომ რომ მე არაფერი არა, რა თქმა უნდა, ახლა არანაირად არ მსმენია მისი მხრიდან რაიმე ისეთი განცხადება, რაც მიუღებელი იქნება ქვეყნის ინტერესებისათვის და დარწმუნებული ვარ ის ასეთ განცხადებას და ნაბიჯსაც არც არასდროს არ გააკეთებს და არ გადადგამს. რაც შეეხება რუსეთთან აქტიურობა, ის რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ჩვენი პარტიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა რუსეთთან აქტიურობის თემა, მაგრამ ბუნებრივია გარკვეული ზომიერების დაცვა აქაც არის აუცილებელი, ისევე როგორც ზომიერების დაცვა არის საჭირო ამ თავგასული თუ რა ვიცი რა ქვია თავაშვებული პროდასავლური ფასეულობების ძახილზე. ხა რაც შეეხება ამ პარტიების სოკოსავით გაჩენა, ეს ძალიან ცუდის ნიშანია, ნინო, როდესაც ყველა უკვე ის ადამიანები, ვინც ზოგი საერთოდ დავიწყებულია პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ცხოვრებისგან, ზოგს საერთოდ არანაირი აქტივობა არ გამოუჩენია, ზოგს უბრალოდ თვლი რომ მორალური უფლება არ აქვს, რომ პოლიტიკური აქტივობა დაიწყოს, ზოგს უბრალოდ ამის გამოცდილება არ აქვს და აქედან გამომდინარე არ აქვს ჩემის აზრით მორალური უფლება, რომ ამ ასეთი გონორით ილაპარაკოს და ასე ხმამაღალი ტონალობით. როცა ამდენი ესეთი პოლიტიკური ძალების, ასე ვთქვათ, გამოჩენა ხდება არენაზე, პროდასავლური იქნება ეს თუ ეგრეთ წოდებული პრორუსული, ეს არის ძალიან ცუდის ნიშანი. ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანაში ვერ შედგა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ჯანსაღი ცხოვრება, ვერ შედგა პოლიტიკური ოპონირება, ვერ მოახერხა ვერც ხელისუფლებამ და ვერც, ასე ვთქვათ, ოპოზიციამ ის, რომ დაალაგებულიყო ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი და ეს არის ძალიან ცუდი პროცესების მანიშნებელი. ღმერთმა ქნას, რომ პროცესები არ განვითარდეს ისე, როგორც ამას წინასწარი სცენარები მიუთითებს, მაგრამ
ძალიან სერიოზულად არის მოსალოდნელი ქვეყანაში არეულობა, ამით უმეტეს რომ ნაციონალურ მოძრაობას ეს არეულობა ძალიან აწყობს, იმიტომ რომ მან იცის რომ ის არჩევნებით ხელისუფლებაში ნამდვილად ვერ მოვა. ამიტომ ესე ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ თვალები უნდა გამოახილოს და ილუზიებში ცხოვრების ნაცვლად მან რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას. მე ვიტყოდი რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მან ეხლა ძალიან რადიკალური და გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას და ეხლა ნუ მეტყვის რომ ეხლა თვითონ არ არის ხელისუფლებაშიო დღესაც დავინახეთ არის თუ ვინ არის რეალურად ხელისუფლებაში და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვინ არის მან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო ხალხის და ქვეყნის წინაშე და არ გამოვა ის რომ იცით რა მე წავედი და ეხლა თუ არ ამირჩევთ მე მოგენატრებით ესე ნამდვილად არ გამოვა და სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი და ჩვენ რომ მოვალთ ნინო ხელისუფლებაში მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მე მოვალ თქვენს გადაცემაში დღეს ეხლა სხვა ფორმატით წავიდა საუბარი და ჩვენც ჯერ პროგრამაზე მუშაობა გულწრფელად გეტყვით არ დაგვიმთავრებია მე მოვალ აუცილებლად თქვენს ეთერში ისევე როგორც სხვა ეთერებში რომ რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა მოისმინოს და მე ზუსტად ვიტყვი რამდენი უნდა იყოს ხელფასი რამდენი უნდა იყოს პენსია, ოღონდ არა რუსეთიდან მოტანილი, არამედ საქართველოდან. რამდენი უნდა იყოს დაუშვათ სოციალური დახმარება და თქვენთან ერთად გავივლი საიდან მოვიტან ამ ფულს. ძალიან კარგი ქალბატონი. მოსახლეობა დაინახავს, რომ ეს არ არის ტყუილი დაპირება და მოსახლეობა დაინახავს, რომ მათმაცივრებზე ზრუნვა ჩემი და ჩემი თანაპარტიელების ძალიან სერიოზული ამოცანა იქნება. დიდი მადლობა ქალბატონი ნინო, ესე რომ ხო იცით, აი გიჭერთ სიტყვაზე, გელოდებით ალბათ ცოტა ხანში, იმიტომ რომ არჩევნებამდე დარღვევაში მე შემჩნეული არა ვარ და კარგი, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ნახვამდის. მე სულ ცოტა ხნით გემშვიდობებით და მალე მორიგ სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით დროებით.